რეალური და მომავალზე ზრუნვით გამოწვეული. მათი გამარჯვების შემთხვევაში პიროვნულად რეალური საფრთხე მელოდა. ბინაც კი სადაც მაშინ ცხოვრობდი, უკვე სხვისთვის იყო შეგულებული. მიზანში ამომიღეს, ეს მეც ვიცოდი და ამას აღარც ისინი მალავდნენ. Я скажу прямо, товарищи демократы, в самом широком смысле этого слова, вы разбежались. Реформаторы ушли в кусты. Наступает диктатура, заявляю со всей ответственностью. ჩემთვის ასე ვფიქრობდი, რომ ალბათ ან გაფრთხილება საჭირო, ან ვიღაც უნდა შეეწიროს ამ ამბავს და ხალხი გამოფხიზლდეს. Я хочу сделать следующее заявление. Я ухожу в отставку. Пусть это будет, не реагируйте и не ругайте меня. Пусть это будет моим вкладом, если хотите, протестом моим против наступления диктатуры. Диктатура не пройдет, что будущее за демократией и за свободой. Спасибо большое. მაშინ 62 წლის ვიყავი. სახელმწიფო მოღვაწისთვის ბრწყინვალე ასაკია. იცი რა და როგორ უნდა აკეთო. იმ საფრთხესაც გრძნობდი, რომელიც ჩემს ოჯახს ელოდა, მაგრამ ჩემი სათქმელი უნდა მეთქვა. პოლიტიკური განდეგილობის პერიოდში არასდროს ვყოფილ ვარ მარტო. ჩემს ბინას მოსკოვში ხშირად სტუმრობდნენ ადამიანები, რომლებსაც მე შემიძლია მეგობრები ვუწოდო. მე და ჩემს მეუღლეს გვიხაროდა მათი მოსვლა. ისინი არა მარტო ამრავალფეროვნებდნენ ჩვენს ცხოვრებას, გვამხნევებდნენ კიდეც და გვაგრძნობინებდნენ, რომ ძველებურად აფასებდნენ ჩემში მეგობრულად განწყობილ პარტნიორს. ჯიმ ბეიკერთან, ჰანს დიტრიხ გენშერთან, როლან დიუმასთან, ჯეფრი ჰაუსთან შეხვედრების წყალობით ვგრძნობდი დიდ პოლიტიკაში თანამონაწილეობას. 1991 წლის აგვისტოს ტანკები გამოვიდნენ ქუჩაში და თეთრი სახლისკენ დაიძრნენ. შევედით თეთრი სახლის ეზოში. ასე დროს ხალხი მეტად მძაფრად აღიქვამს, ვინ არის მის გვერდით. ვიღაცამ დამინახა და იყვირა. შევარდნაძე სნამი. გორბაჩოვმა ისეთი დარტყმა მიიღო, რომლის შემდეგ ფეხზე უკვე ვეღარ დგებიან. ისტორია არასოდეს აპატიებს მათ, ვინც იგვიანებს. საჭირო იყო ახალ მდგომარეობაში შედარებით უმტკივნეულო მართვადი გადასვლა. მშვიდობიანი დემონტაჟი მხოლოდ ნაწილობრივ მოხერხდა, რისი მიზეზიც სუბიექტური და ობიექტური გარემოებანი გახდათ. მძიმე შედეგები მოუტანა მან ჩემს ქვეყანას. ისტორიული დამთხოვაა, რომ 1991 წლის 21 დეკემბერს, სტალინის დაბადების დღეს, დაასრულა არსებობა მის მიერ შექმნილმა საბჭოთა კავშირმა. დაინგრა მე-20 საუკუნის ბოლო იმპერია, საბჭოთა კავშირი, სისხლიანი, უტოპიური, ღვთისნებისა და ბუნებრივ კანონთა საწინააღმდეგოდ შექმნილი.